7 წლის ხალია. აი თუ ყელში არ მეჩხირებდი საწყი. ნათელში იყავი ელზა ბაბუი ნათელში იყავი რომ მე უნდა ჩამდე და მათი მისცემა იცოდა. უნდა იწეს. ნუ კაიგემოწია. მათული. მაგრამ ეთყობა აღარც იყო მაგიში ნუ ყაილობიო. ხება უყურე. რამდენი დაზე ელზაზე 60 დავდე. 60? მეტი არა გვაქვს ჩვენი ხა. მე ჯერ არაფერი არ დამიდია. შევხედოთ სხვა რამდენს დადებს და იმის მიხედვით. ელზას რო დედამჩილი გარდა ეწვა, მე მაშინ ემიგრაციაში ვიყავი და 100 ევრო გამოგზავნე. 100 ევრო ხო იცი რამდენი იყო? ერთმანდელი 1000 ლარი. ეგრეა, ზუსტად. რაღაცა კაი გემოზე ვჭამდა. ეს ამათი გაკეთებული არ ჩანს ფრესკოდან მოტანილი ექნება დამპალ ირმას. მეც მაგას ავფიქრობ, მაგას იმსახურებდა ეს, რომ ფრესკოდან გამოეყანა. იმიტომ ხელი არ უვარდა ირმას, ხელი და ფრესკოში რო კარგად ამზადებენ იციან. რუსუდან ერთი ბარჯაძეებმა რამდენი დადეს ნახე. აბა მიდი. ბარჯაძე 30 ლარი. მაგათმა მეხი დაეცათ მაგათ. გაუწყდეთ ბარაკა მაგათ. შენ რამდენი დადე რუსუდან, ცუდად არ გამიგო გენაცვალე, მე ჩემი გათვლები მაქვს. მე რა ვიცი, მე აგერ 30 ლარებია შეწეულ და იქნებ მე 15 ლარით შევაწიო. აწყალი ელზა ამას არ იმსახურებდა რომ აქ ვიღაცებს 30 და 20 ლარები დაედოთ. მე რამდენი საუკუნეა. აი, აწყალო ელზა. ყველაზე მეტად. აი, მაგინებდა და მლანძღავდა იმის სული აძა. გაყვე! გაყვე! ჭამე! მოკვდება. გადაიღე. კაცია. შენც რო იცი დაისვენაო. მაგასაც დასვენება არ ეყავდა ელზას, ღმერთო ცუდად არ გამიგოს, ქობულეთი, ბათუმიო, გაგრაო. ისე თავის ხალი იყო. ახლა მიდიოდა ჯიბით მიდიოდა, კაცო ხვრის ჯიბზე ხანი ყარებოდა შუმად და მე რო ჩამოდიოდა იმიტომ სცემდა ხოლმე. ისე ესეც უოდა ესე. საცემი ყოფილა ელზა. ეხლა კი გარდაიცვალა საწყალი რაზია ლაპარაკი, მაგრამ საცემი ყოფილა. 100 ლარი მაქვს დადებული და ბავშვი მშიერი არ გაუშვა. ჩემ შვილიშვილს მოვიყვან უბედურის ერთია. ჭამე ეხლა მიდი. ისპანახია. ოთო მოდი 100 ლარი მაქვს შვილო დადებული. მიდი. ოთო ჭამე შვილო 100 ლარი გვაქვს დადებული. მიდი რა გინდა. ჭამე. მიდი. ჭამე შვილო. აი ჩემი შვილიშვილი ელზაზე როგორ ტირის? მე ელზა არ დამიტირია. ელზას დაწირება ვერ მოასწარი, ახლა უნდა დავწირო. კაცი თავი შეიკავე. ბაბა! აღარ გინდა მეტი. მეყო.